მოგესალმებით, ფსიქოლოგია ტაროს არხზე. გადავწყვიტე, რომ დღეს გავაკეთოთ ასეთი გაშლა. ის მესიჯი შენთვის სამყაროდან, რაც გჭირდება ამ ეტაპზე. ხო? ვინც ნახეთ ეს გაშლა, ვისაც შეგხვდათ ეს ვიდეო, ეს უბრალოდ ის არ მომხდარა, რადგანაც ეს არის ის მესიჯი, რასაც გაწვდით ახლა თქვენ სამყარო. ასე რომ, ხო, პრინციპში ეს მესიჯი გნახავთ მაშინ, როდესაც ეს იქნება საჭირო. ასე რომ, ხო, ასეთი გაშლა იქნება დღეს. ასეთი საინტერესო გაშლა გვექნება დღეს. ასე რომ, დავიწყოთ. გვექნება 3 პოზიცია. დავდებ ახლა მე კარტებს. პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია ახლა. პირველი პოზიცია ახლა ამ ეტაპზე როგორ ენერგიებშია. მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია ახლა ამ ეტაპზე მეორე პოზიცია როგორ ენერგიებშია და მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია ახლა. აი ახლა ამ ეტაპზე რა ენერგიებშია მესამე პოზიცია, ხო? ეს არის საჭირო იმისთვის, რომ მიხვდეთ თქვენია ეს გაშლა, ეს პოზიცია თუ არ არის თქვენი, ხო? ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, შეუძლია ვიდეო დააპაუზოს და შემდეგ შემოგვერთვეს. ასევე შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ციფრი, ხო? შეგიძლიათ ციფრი ჩაიფიქროთ, ისე აირჩიოთ. პირველიდან დაწყებული 3-ის ჩათვლით, ხო? შეგიძლიათ კარტი აირჩიოთ. პირველი, მეორე, მესამე. ვისაც როგორ სურს, ვისაც უფრო მეტი დრო უსჭირდება, დააპაუზეთ ვიდეო და შემდეგ შემოგვერთით. დავიწყოთ. ასე გავწევ. დავიწყოთ პირველი პოზიციით, ვნახოთ რა ენერგიებში იმყოფება ახლა პირველი პოზიცია. Stop. საინტერესო, კარგი. ნახოთ ახლა უფრო მეტი. მე ვიტყოდი აქ პირველი პოზიცია იმყოფება ისეთ ენერგიებში, როდესაც აი აქ არის ბრაზი, ხო? აქ ბრაზიც არის, ну, რადგანაც წითელი ფერია, შეგვიძლია ასე სიმბოლურადაც მივყვეთ, რომ არის ბრაზი, არის აგრესია, ფრუსტრირებაც შესაძლოა იყოს, რომ აი რაღაცა ისე არ არის, როგორც მინდა მე, ხო? აი რაღაცა ისე არ მიდის ჩემს ცხოვრებაში, მე როგორც მინდა, რის გამოთაც შესაძლოა ვიყო გაბრაზებული, გაღიზიანებული. ან ვინმეზე, ან რამეზე, ხო? ან ვინმეს გამო, ან რამის გამო, ასე ესეც. აი უფრო მეტად ეს. ნახოთ უფრო კიდე კონკრეტულად, ხო? რა ენერგიებია ეს? სტოპის მიხედვით. რა ენერგიებში იმყოფება ახლა პირველი პოზიცია. ხო. ну, აშკარად აქ არის დაცლა. ემოციური დაცლა, გამოფიტულობა და უფრო მეტად ვიტყოდი აი პესიმიზმი, მელანქოლია, ბრაზი, აი ყველა აი რო იტყვიან დაბალ ვიბრაციებზე, აი ყველა ის მდგომარეობა, ასე ვიტყვი, ყველა ის მდგომარეობა, რაც უკავშირდება დაბალ ვიბრაციებს. ერთი წუთით ასე გავაკეთებ, რომ უფრო გამოჩნდეს, ხო? ასე უფრო მე მგონი უკეთესია და ამას ასე შევცვლი. აი ყველა ის მდგომარეობა, რაც უკავშირდება დაბალ ვიბრაციას, აი შედის აქ. ეს არის ასევე რაღაცის დახურვა, ვიღაცის დატოვება უკანან, რაღაც ეტაპის დახურვა ცხოვრებაში, შიშები, სტრესი, დეპრესია, აი ყველაფერი აი ასეთი არის აქ პირველ პოზიციასთან, ასე რომ თუ რეზონირდა და გრძნობთ, რომ აი ნუ ეს ჩემზეა, მაშინ უსმენთ. თუ არა, უსმენთ სხვა პოზიციას. კარგი. ნახოთ ახლა მესიჯი, ხო? მესიჯი. გადმოვარდა სამყარო აშკარად. გვეუბნება აქ მესიჯი, ხო? ფიქრობ, რომელი დასტა გამოვიყენო მე აქ. მესიჯისთვის თქვენ გამოგიყენოთ. ამათაც უნდათ. კარგი, ესეც ნახოთ და ისეც. კარგი, მაშინ ნახოთ მესიჯი, ხო? ის მესიჯი, რასაც ახლა სამყარო გიგზავნით თქვენ. ის მესიჯი, რასაც ახლა გიგზავნით სამყარო პირველ პოზიციას, რაც უნდა გაიგონოს ახლა პირველმა პოზიციამ, მესიჯი პირველი პოზიციისთვის. მაჩვენეთ. აი მე ვიტყოდი, ბოდიშით მომიწია დაპაუზება. ხო, მე ვიტყოდი აქ ისეთი მესიჯია, რომ აი გავშვი. რაღაცას შესაძლოა ვიღაცას აქ ეჭიდება პირველი პოზიცია და არის დრო რომ გაუშვა ეს. არ ჩაებღაუჭო. ნუ შეგეშინდება, ხო? ნუ გეშინია. შენს ხელშია ყველაფერი, ანუ
შენში არის სიძლიერე, საკმაოდ ძლიერი პიროვნება ხართ, ხო? პირველ პოზიცია ვინც აირჩია, ძლიერები ხართ, სულიერად, ფიზიკურადაც ვიღაცები, ნუ შეგეშინდებათ თქვენი ძალის. ნუ ელოდებით, რომ აი ვიღაცა ახლა რაღაცა მოხდება და ამეხმარება, თქვენ თვითონ იმოქმედეთ, თქვენ თვითონ შეგიძლიათ ეს, თქვენ თვითონ შეგიძლიათ შექმნათ ის ქმედება, რაც მიგიყვანთ თქვენთვის სასურველ მიზნამდე. ნუ გეშინიათ, ნუ ზიღთ, იმოქმედეთ. კარგი, მოდი ახლა ამ დასტით, ანუ სწორად გრძნობ, მე აქ ესე იგი ეს არის მესიჯი, რომ ეროფანტი, კი, ეგ არის, რასაც ვამბობთ, ხო? რაც ვთქვი და გავაჟღერი, ახლა ეს მესიჯი აქ. ნუ ზიხარ, ნუ ეჭიდები, ასევე ნუ ეჭიდები ვიღაცას, რაღაცას, ხო? იმოქმედე შენ თვითონ. გაიხედე წინ, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ როგორი რაღაცას გრძნობ იცით აქ მეგობრებო. აი ცივი გონებით, ხო? ჩაცხრით, დაცხრით, არაჩქარდეთ, მოусმინეთ საკუთარ თავს, გაიჭვრიდეთ წინ. რაღაც სტრატეგიულად, უფრო მეტი სტრატეგია, უფრო მეტი ანალიტიკა, მაგრამ რა თქმა უნდა, სულ მოусმინეთ თქვენს ინტუიციას. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? და იმოქმედეთ. ნუ დაელოდებით ვინმეს ან რამეს, იმიტომ რომ აქ სამყარო გეუბნებათ, გააკეთე, შენ შეგიძლია ეს, რომ გააკეთო, იმოქმედე, ხო? გამოგივა. თავარია, რომ აქ პირველ პოზიციას სჯეროდეს საკუთარი თავის, საკუთარი ძალების, იმიტომ რომ ბუმბერაზის შესაძლებლობები გააჩნია აქ პირველ პოზიციას. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ეს. კარგი. ნახოთ ახლა ჩვენ აი ასე. რას უკავშირდება ეს მესიჯი? უფრო კონკრეტულად, ხო? ჩავიკითხოთ თუ მივიღებთ უფრო მეტ კონკრეტულ პასუხს ვეცადოთ. რას უკავშირდება ეს მესიჯი? გეყოთ ყოყმანი. აი ამას უკავშირდება რაღაც ისეთ სიტუაციებს, სადაც რაღაც ტრიალებთ ერთი და იგივე წრეზე, ერთი და იგივე ურთიერთობებში, ერთი და იგივე სიტუაცია, ერთი და იგივე სცენარები, აი რაღაც ერთი და იგივე ტრიალია, ხო? შესაძლოა ადამიანები იცვლებოდნენ, სიტუაციის კონტექსტი იცვლებოდეს, მაგრამ ფორმატი მაინც იგივე რჩებოდეს, ხო? აი რაღაცა ერთი და იგივე ხდება აქ და აქ ეს რჩევა, მესიჯი, როგორც გინდათ ისე უწოდეთ, ზუსტად მდგომარეობს იმაში, რომ აი გამოდით აქედან, აქ აბსოლუტურად იმაზეა, რომ აი პირველ პოზიციას გაჩნია უდიდესი ძალა, რომ თვითონ მართოს მისი რეალობა და ისეთი რეალობა შეიქმნას, როგორც უნდა მას, ხო? ვიღაცამ შესაძლოა თქვას ახლა, მე რაღაც მილიარდი მინდა რომ მქონდეს და რანაირად. მეგობრებო, ყველაფერი თუ ჩვენ ვიქნებით სუფთა გულით, სუფთა განზრახვით გავუშვებთ ჩვენს სურვილებს, ხო? სამყაროს მიმართ, სამყაროში, კოსმოსში, აუცილებლად იქნება ეს ყველაფერი და თუ ჩვენ სუფთა განზრახვებით გავაკეთებთ ვიზუალიზაციებს, ვიფიქრებთ, ხო? ვიოცნებებთ და ბუნებრივი ამისთვის რა ნაბიჯიც არის საჭირო, რეალობაშიც რაღაც ნაბიჯებს გადავდგამთ, აუცილებლად გამოვა. რა თქმა უნდა, ერთიანად უცებ ასე თავზე არაფერი არ დაგვაყრება. ყველაფერს უნდა დრო, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ გააცნობიეროთ, უფრო ასე ვთქვი, გააცნობიეროთ ის ფაქტი, რომ თქვენ ხართ თქვენი რეალობის არქიტექტორი, პირველი პოზიცია. ყველა ასე ვართ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი განსაკუთრებით პირველი პოზიცია. თქვენზე არის დამოკიდებული ყველაფერი. აი როგორ ვთქვა, აი ყველა ღილაკი არის თქვენს წინ და თქვენ ირჩევთ, რომელ ღილაკს დააჭიროთ. თქვენს გარდა სხვა ვერან ვერ დააჭერს ამ ღილაკს. ხელს. ასე რომ აი ეს არის აქ და აი ასეთ რაღაცებს უკავშირდება. ნახოთ კიდევ, ხო? ამ კარტიდან ვიკითხოთ. მესიჯი კიდევ. რაც ბუნებრივია ახლა ამ მესიჯთანაც იქნება კავშირი. კიდევ რა უნდა გაიგონოს ახლა აქ პირველმა პოზიციამ. შთაბეჭდილება რჩება, რომ პირველი პოზიცია მთლიანად ჩარჩოებშია და შეზღუდვებში. შესაძლოა ეს შეზღუდვები რეალურ სამყაროშიც ჰქონდეს, ვიღაცები რაღაცები ზღუდავდნენ, მაგრამ შინაგანად პირველი პოზიცია ისეთ შეგრძნება აქვს, თითქოს აი რაღაცნაირად ჩაჭუჭკნულია რაღაც მოცემულობებში პირველი პოზიცია და რეალურად ეს არ უნდა, ხო? მის სულს ეს არ უნდა. მის
ნამდვილ მესეს არ უნდა. უნდა რომ იყოს თავისუფალი, უნდა რომ იყოს აი როგორ თქვა, თავისუფალ ფრენაში ამ ყველა ჩარჩოდან, ამ ყველა მოცემულობიდან. ამიტომ აქ ასევე მესიჯი მიმართეთ უფრო როგორ თქვა, აი ეს ბარიერები, ხო? არ ჩვენს გონებაში. ეს ბარიერები, რასაც ჩვენ ვუწესებთ ჩვენ თავს და პლუს ამის გამო შემდეგ ვართ დაბნეულები და ვერ ხვდებით სინამდვილეში რა გვინდა და რა ჩვენ მოგვახვიეს, ხო? თავზე. აი ეს უკარგავს მე. ამიტომ რა არის აქ მნიშვნელოვანი? ნუ ზღუდავთ საკუთარ თავს და ნუ აი როგორ თქვა, ნუ აძლევთ უფლებას სხვებს, რომ იმათმა შეგზღუდოთ. სწორად რო ვთქვათ. ეს არის ძალიან აქ და ასევე წარმოსახვის უნარი. მიეცით თავს უფლება, რომ იოცნებოთ, მიეცით თავს უფლება, რომ რაღაც შექმნათ, იქნება ეს ნაწარმოები, ნახატი, სურათი, ნებისმიერი რაღაც, ხო? ნებისმიერი რაღაც, ხელოვნება, შემოქმედებით თუ ისეთი რაღაცა, ნებისმიერი რაღაცა და რაღაც შეგვიძლია შევქმნათ. ამიტომ შექმენით თქვენი რეალობა, შექმენით თქვენი ოცნების ცხოვრება და ასევე ისიც, რომ აი გაყევით თქვენს ხმას. თქვენი ხმა, ნამდვილი თქვენი მესხმა მიგიყვანთ ზუსტად იმ დანიშნულებამდე, რისთვისაც ხართ მოვლენილი ამ სამყაროში, ამ დედამიწაზე, ხო? და რაც ნამდვილად ასევე თქვენს გინდათ. მიყევით თქვენს თავს, არ მიყვეთ იმას, რომ აი მან ასე მითხრა, ან მშობლებმა ეს იდეა ჩამიტვეს ბავშვობაში და ამიტომ აკეთებ ამას, ხო? ეცადეთ, რომ გამოხვიდეთ ამ მოცემულობიდან და მიყვეთ იმას, რაც თქვენ მოგწონთ, რაც თქვენ გინდათ და მიეცით თქვენს თავს შესაძლებლობა, რომ იყოთ თავისუფალი იმ ბარიერებიდან, შეზღუდვებიდან, რაც თქვენვე და გარემომ დაუწესეთ და დაგვიწესა ჩვენს გონებაში. და რაც ზეგავლენას ახდენს ჩვენ ცხოვრებაზე. ასე რომ აი ასეთი მესიჯი არის აქ. კიდევ ერთხელ, პირველი პოზიცია არქიტექტურია მისი ცხოვრების და თქვენ თვითონ ირჩევთ რა, როგორ დანაირად. ეს არის ასე რომ ვთქვათ, დიდი შეხსენება სამყაროსგან პირველი პოზიციისთვის, იმიტომ რომ დაჯილდოვებული ხართ საკმაო ესეთი ენერგიით, ძლიერით, რომელიც ზეგავლენას ახდენს თქვენს რეალობაზე და ძლიერად შეგიძლიათ მოახდინოთ, ხო, ეს ზეგავლენა შეცვალოთ. რჩევა პირველ პოზიციას. Throat chakra. The angels are helping you lovingly speak your truth. ყელის ჩაკრა. ყელის ჩაკრა. პირველ რიგში ყელის ჩაკრა არის ვიშუთხა, რომელიც პირდაპირ კავშირშია იმასთან თუ რასაც ვამბობთ ჩვენ საუბართან. ასევე არ დაიტოვოთ ის რაც გინდათ რომ თქვათ. რა თქმა უნდა გააჩნია როგორ ვამბობთ. თქვით თქვენი სათქმელი, ხო? კონსტრუქციულად, ისე რომ რაღაც ვინმე შეურაცხყოფა არ მიაყენოთ, თქვით თქვენი სათქმელი. არ დაიტოვოთ თქვენი სიტყვები, იდეები, აზრები, გრძნობები თქვენში. გამოთქვით, გამოხატეთ თქვენი თავი, გამოხატეთ თქვენი აზრი. ილაპარაკეთ, ისაუბრეთ, ნუ შეკუმშავთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ შემდეგ მოდის ეს ფრუსტრაცია და აგრესია ახლა რაშიც იმყოფებით აქ. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისაუბროთ ის რაც გინდათ რომ ისაუბროთ, ხო? რა თქმა უნდა, ისე რომ ამით არც საკუთარ თავს არ მივაყენოთ ზიანი და არც ხვებს, მაგრამ აქ ვგულისხმობ კონსტრუქციულ საუბარს, ხო? მიხვდებით, რასაც ვამბობ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ, ასე რომ აბსოლუტურად პირველ პოზიციაზე აქ, ყველაფერი დამოკიდებული, მიიღეთ ის ძალა, რითიც ხართ დაჯილდოვებული, ნუ შეუშინდებით და შევერთეთ თქვენს თავს და ყველაფერი გამოგივათ. ეს იყო აქ მესიჯი პირველი პოზიციისთვის. აუცილებლად ვისაც მოეწონა ეს გაშლა, ეს მესიჯი, ასევე აუცილებლად დასვით ლაიქი, დატოვეთ უკავშირი. ვკითხულობ ყველა უკავშირებს და ძალიან მსიამოვნებს და მიხარია თქვენი უკავშირების წაკითხვა და ვისაც ჯერ კიდევ არ გამოგიწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ, რომ ჩვენი არხი უფრო მეტად გაიზარდოს, უფრო დიდი community ვიყოთ, უფრო დავეხმაროთ ერთმანეთს და ასევე რომ მოისმინოთ ახალი გაშლები და არა მარტო ახალი მედიტაციები და კიდევ ბევრი იდეები მაქვს, რაც მინდა რომ განვახორციელო აქ ჩემს YouTube-ის არხზე. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ და დროებით. მშვიდობები პირველ პოზიციას.
ხო, და რა თქმა უნდა, როგორც სულ ვამბობ ხოლმე, ვისაც სურვილი აქვს, რომ მისი მისია, მისი კარმა, მისი ნიჭი და ეს ყველაფერი და არა მარტო ეს აღმოაჩინოს, გააცნობიეროს საკუთარ თავში, ამ ცხოვრებაში რა მისიით ვართ, რა დავალებები, რა პროგრამები გვაქვს, გელოდებით ბედის მატრიცის კონსულტაციაზე და ასევე მსურველებს გელოდებით ტაროს კონსულტაციაზე. მივესალმები, ვინც აერჩია მეორე პოზიცია. განსწავლებ. ნახოთ რა ენერგიებში იმყოფება ახლა მეორე პოზიცია, თუ რეზონირდა უსმენთ, თუ არ რეზონირდა, ირჩევთ სხვა პოზიციას. ბალანსურ ენერგიებში, საინტერესოა. მე ვიტყოდი, აქ ისეთი ენერგიებია, თეთრსა და შავს შორის ბალანსირებს აქ მეორე პოზიცია, რაღაც ასეთი ენერგიები. მოდით უფრო კონკრეტულად, გადმომიხტა რაღაც არკანი. ზომიერების კარგი, ნახოთ. უფრო კონკრეტულად აბა ჩაგვიშალეთ ბალანსის ენერგია, რა ენერგიებში იმყოფება ახლა მეორე პოზიცია. ბალანსურ მე ვიტყოდი დისბალანსურ ენერგიებში, სადაც ცდილობს, რომ რაღაც ბალანსი შეინარჩუნოს აქ მეორე პოზიცია. უფრო მეტად აი შავსა და თეთრს შორის დისბალანსი, ხო, რაღაც დისბალანსის მომენტი. ვიღაცას შესაძლოა ეს დისბალანსი ენერგეტიკულად გქონდეს, ვიღაცას შესაძლოა ფიზიკურად გქონდეს დისბალანსი და ვიღაცას ცხოვრებაში საერთოდ ქაოტური მდგომარეობები და რაღაც დისბალანსი გქონდეს. ასე რომ აქ ვისთვის როგორ და რანაირად თქვენ თვითონ მოირგეთ უკვე ეს ინფორმაცია, მაგრამ თავარი წამყვანი სიგნიფიკაცია იმ მდგომარეობის, რაშიც ახლა მეორე პოზიცია იმყოფება, არის დისბალანსი, ხო? არ არის ბალანსი. უჭირს მეორე პოზიციას ბალანსის პოვნა. შესაძლოა ეს იყოს მაგალითად უჭირდეს მეორე პოზიციას ბალანსის პოვნა საკუთარ ემოციებში, ხო? რომ რაღაცნაირად არ მოჭრას ის ემოციები, რაც უნდა რომ არ გქონდეს, მაგრამ ამავდროულად მიიღოს ეს ემოციები, ხო და რაღაც უჭირს ამ რაღაცებთან. ესეც შესაძლოა იყოს აი მდგომარეობა იყოს ცხოვრებაში, მაგრამ ერთი სიტყვით აქ არის არაბალანსური მდგომარეობა, ხო? რაღაც არაბალანსური მდგომარეობაში, აბსოლუტურად არაბალანსური, არ არის სტაბილური ბალანსური მდგომარეობა, რაც ასე უყვარს პენტაკლების დედოფალს. კარგი. ნახოთ, ხო? ნახოთ. დავიწყოთ მესიჯით ახლა ჩვენ. ის მესიჯი ისი გაგონების დროს დადგა აქ მეორე პოზიციისთვის სამყაროსგან, ხო? მესიჯმა თქვენ გნახათ საჭირო დროს, საჭირო მომენტში და მესიჯი მეორე პოზიციისთვის, რას უნდა გაიგონოს ახლა სამყაროდან. დახურეთ რაღაც. აქ მეორე პოზიციისთვის მესიჯი რაღაც დახურე. დაწონე, დახურე და გააგრძელე გზა. ასევე, პირველად რომ გადავატრიალე სამი კარტი, ასევე მქონდა რაღაც ისეთი შეგრძნებაც, რომ შესაძლოა აქ იყოს ისიც, რომ მიმართეთ დასახმარებლად ვინმეს, ვინც ან ერკვევა რაღაც საკითხებში, ან შენი მეგობარი, ან ახლო ადამიანი, ხო? ესეც შემიძლია ჩავსვა. როგორც ვარიანტი, ესეც შესაძლოა იყოს აქ, რომ მიმართოთ ვინმეს, ვინც დაგეხმარებათ რაღაც კონკრეტულ სიტუაციის დახურვაში, გადაჭრაში და შემდეგ გზის გაგრძელებაში. ან უბრალოდ მაგალითად ვიღაცას აქ ეგზისტენციალური კრიზისი აქვს, ხო? დაკარგა მიზანი, საერთოდ აღარ იცის სად, როგორ ანაირად რა აზრი აქვს რამის, ხო? როგორც ვარიანტი, ესეც შესაძლოა იყოს. და თავარი რაც არის აქ, რომ დახურო რაღაც, ხო? გაერკვიო რაღაც მომენტებში, რაც უკავშირდება თქვენს გონებას და თქვენს გულს, თუ რა გინდათ, როგორ, რანაირად, რა გირჩევნიათ, ჩამოყალიბდეთ აი ამ რაღაცეებში და იმოქმედოთ. ასე რომ თქვათ, გაასუფთავოთ თქვენი
გონება, თქვენი თავი, ყველაფერი იმისგან, რაც რეალურად არ არის საჭირო, რაც არ გჭირდებათ და პირიქით ტვირთივით არის და რაც გაბრკოლებთ იმისთვის, რომ გააგრძელოთ გზა, ან უბრალოდ განვითარდეს რაღაც სიტუაციები თქვენს ცხოვრებაში, ხო? აი ეს არის აქ. კარგი. ჩამიშალეთ ეს მესიჯი უფრო სიღრმისეულად. ჩამიშალეთ ეს მესიჯი უფრო კიდევ სიღრმისეულად. იგივე კარტი. უბრალოდ ეს 7S8. ნუ აბსოლუტური ქმედება. მიეცით საკუთარ შინაგან სამყაროს შესაძლებლობა რომ წაგიყვანოთ. აი როგორ რაღაცაა, იცით? თქვენს ინტუიციას მიეცით შესაძლებლობა რომ მიეცით საკუთარ თავს შესაძლებლობა რომ გაყვეთ თქვენს ინტუიციას, ასე ვიტყვი. ხო, მიეცით საკუთარ ინტუიციას შესაძლებლობა რომ წაგიყვანოთ და თქვენს მიენდეთ პროცესს, დინებას, ნაკადს მიენდეთ, მაგრამ აქ დამუშავებია ქმედებაც, ხო? ჩაერთვეთ რაღაც ამ პროცესში და გაეხსენით ახალ ენერგიებს, ახალ იდეებს, ახალ კრეატიულ შემოთავაზებებია თუ რაღაც იდეა, თუ შესაძლებლობა ახალი, ხო? გაეხსენით ამ რაღაცეებს. აქ ძალიან ესეთი მე ვიტყოდი მთავარი ასპექტი, აქ არის რაღაცის დახურვის, გარკვევის, წერტილის დასმის და წინ გახედვის და ქმედების. აი როგორ რაღაცა იცი, პატარა ნაბიჯის რო გააკეთოს აქ მეორე პოზიციამ, სამყარო აი დაგეხმარებათ დანარჩენში. აი რაღაც ქმედება არის აქ საჭირო. ქმედება, ხო? აქ საჭიროა ქმედება, ხო? კი, არა უბრალოდ ოცნებები და ამბიციები, არამედ ქმედება. ქმედება ოცნებებისკენ. მომენტში, პრინციპში, ამბიციებიც, ხო, რა ამბიციაც გაქვთ, რომ გაყვეთ თქვენს ამბიციას, რომ დაისახოთ მიზანი და მიყვეთ ამ ამბიციას. იმოქმედოთ იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გინდათ მოქმედება და არ შეუშინდეთ იმას, რომ აი არ გამომივა, არ მიმიღებენ, გამაკრიტიკებენ და რაღაც აი ასეთი, ხო? ეს სამნიშნულოვანია აქ. კარგი, კიდევ ვნახოთ აქ მესიჯი. კიდევ მესიჯი, რაც უნდა გაიგონოს, მოისმინოს ახლა მეორე პოზიცია სამყაროდან. მესიჯი მეორე პოზიციისთვის. Make change, make friends, captain challenges. განახორციელეთ ცვლილება. განახორციელეთ ცვლილება და ჩვენ აქაც ვნახეთ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი მოძრავი დინამიური კარტებია. განახორციელეთ ცვლილება. შემოუშვა შენს ცხოვრებაში ახალი კონტაქტები, ახალი მეგობრები, ხო? დაუმეგობრდი ადამიანებს, დაუმეგობრდი საკუთარ თავს, ირგვლივ მყოფებს და არ შეუშინდე ჩელენჯებს. მიიღე ჩელენჯები, იმიტომ რომ შენ გაქვს საამისოდ რესურსი, რომ გავუმკლავდე ნებისმიერ ჩელენჯს, რაც მოვა შენს ცხოვრებაში, რადგანაც ტყუილა უბრალოდ არაფერი არ მოვა, ხო? სამყარო მიცის, რომ ჩვენ შეგვიძლია ამას გავუმკლავდეთ და მიტო მოდის ეს რაღაცეები ჩვენ ცხოვრებაში. გვაქვს ამის უნარი. ასე რომ, აი ასეთი ინფორმაცია არის აქ მეორე პოზიციისთვის, უბრალოდ არ შეშინდეთ, თამამად, პოზიტიურად, ოპტიმისტურად, ყველაფერი გამოვა, იმოქმედეთ და ყველაფერი გამოგივათ. და რჩევა აქ მეორე პოზიციას, ხო? რჩევა მეორე პოზიციას, რაც დაეხმარება აქ. რჩევა. Twin flame. The answer to your questions involves a spiritual based romantic relationship. Twin flame, ხო? ანუ ცეცხლოვანი ტყუპები და გვეუბნება, რომ პასუხი შენს კითხვაზე მოიცავს სულიერ რომანტიულ ურთიერთობებს, ანუ რომანტიულ ურთიერთობებს, რომელიც სულიერებაზე არის დაფუძნებული, ხო? არ ვიცი, ვისთვის რამდენად აქტუალურია ეს თემა და ეს საკითხი, მაგრამ აქ შემიძლია შემოგთავაზოთ ის, რომ მაგალითად თუ გრძნობთ, რომ თქვენ ცხოვრებაში არის ადამიანი, ვინც წარმოადგენს თქვენს twin flames, თქვენი ცეცხლოვანი ტყუპი ვინც არის, ხო? გაქვთ ეს დიდი პატივი სამყაროდან, რომ აი არის თქვენ ცხოვრებაში ეს ადამიანი, შეგიძლიათ მაგალითად მიმართოთ მას დასახმარებლად. ეს არ არის აუცილებელი იყოს ესეთი ფიზიკური მიმართვა, მაგალითად მოდი დამეხმარე და რაღაცა. ეს შეიძლება იყოს სულიერი, მაგალითად მედიტაცია, თუ როგორ ერთდებით ამ ადამიანთან, როგორ გეხმარებათ ეს ადამიანი და თქვენ ეხმარებით მას, ხო? ეს შეიძლება იყოს. ვისაც გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ აი
ფიზიკურ სამყაროში მიმართოთ და გაქვთ ესეთი ურთიერთობა, რომ თქვენში ეს მიღებულია, ხომ მშვენიერი საერთოდ, მაგრამ აქ არ ხართ მარტო. აი მეორე პოზიციისთვის მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო, თქვენთან არის ან ფიზიკურად, ან სულიერად ის ადამიანი, ვინც არის თქვენი ცეცხლოვანი ტყუპი და თქვენს გვერდით არის. და თქვენ შეგიძლიათ მას მიმართოთ. ეს არის ინფორმაცია მეორე პოზიციისთვის, მადლობა მეორე პოზიციას. თუ ეს გაშლა მოგეწონათ, აუცილებლად დასვით ლაიკი და კომენტარეთ, როგორც უკვე პირველ პოზიციას ვუთხარი, ყველა კომენტარს ვკითხულობ და ძალიან მიხარია თქვენი უკავშირების წაკითხვა და ნახვა, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოგიწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ, რომ უფრო მეტი мотиваცია მქონდეს, რომ უფრო მეტი რაღაცები გავაკეთო თქვენთვის და უფრო მეტად აქტიური და საინტერესო არხი შევქმნათ ერთად. ხოლო ვისაც აინტერესებს ბედის მატრიცის კონსულტაცია და ტარო სესიაზე ჩაწერა, ხო, გელოდებით, კონტაქტები მითითებულია ამ ვიდეოს ქვემოთ. წარმატებებს გისურვებთ მეორე პოზიციას. ახლა კი გადავიდეთ მესამე პოზიციასთან. აი, შემოყვა ეს კარტები. სარიცხი მანქანა ჩართული და თუ მოდის ხმა, არ შეიმჩნიოთ. მივესალმები მესამე პოზიციას. კიდევ ერთხელ მივესალმები მესამე პოზიციას ყალიბავია და ვნახოთ რა ენერგიებში იმყოფება ახლა მესამე პოზიცია, ხო? თუ რეზონირ და უსმენთ, თუ არ რეზონირ და ერჩევთ სხვა პოზიციას. Strength. Okay, სიძლიერე. მე მგონი მესამე პოზიციას ესეთი ეტაპი აქვს ცხოვრებაში, სადაც მიეჩნია, რომ აი ძლიერად უნდა დადგეს, ძლიერი უნდა იყოს, ხო? გამოწვევები, ჩელენჯები. რაღაც ასეთი ეტაპი შესაძლოა იყოს აქ მესამე პოზიციასთან. უფრო სიღრმისეულად, აბა, ოკეი, ასე იყოს. Strength-ის ენერგია. ხო, აშკარად, მესამე პოზიცია აქ ჩელენჯების გამოწვევების წინაშეა, მის ცხოვრებაში რაღაცეები ტრანსფორმირდება, იცვლება, შესაძლოა ენგრევა კიდეც, ასე შეიძლება თქვას მესამე პოზიციამ, რომ აი, მენგრევა ყველაფერი თავზე, ანუ ურთიერთობა, ანუ რაღაცა ძალიან ტოტალური, გლობალური ტრანსფორმაციები ხდება მესამე პოზიციის ცხოვრებაში და თვითონ მესამე პოზიციაშიც. ასე რომ აქ არის ესეთი მომენტი და ენერგიები, რომ მესამე პოზიცია ცდილობს, რომ იყოს ძლიერი, რაღაცნაირად მოიკრიბოს ძალები და всё, აი მე ამას შევძლებ, მე ასე ვიზამ. შესაძლოა ასევე იყოს ის მომენტები, რომ პირიქით მომენტებში იქიდან გამომდინარე, რომ აი ასეთი მოვლენები ხდება მესამე პოზიციის ცხოვრებაში, მესამე პოზიცია გრძნობდეს თავს თითქოს არ აქვს შესაბამისი ძალა, ხო? ძალა გამოცლილია, ან აღარ აქვს სტაბილურობა, აი ვერ დაეყრდნობა ვერავის და ვერაფერს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დაიმსხვრა, აღარ არის და რთულია რომ მოიკრიბო ძალები, ხო? ესეც არის აქ, ესეც არის, ასე რომ თუ რეზონირდა და თუ თქვენზეა, უსმენთ, ვაგრძელებთ, ხო? კარგი. ნახოთ ახლა ჩვენ მესიჯი, მესამე პოზიციისთვის აქ. რა არის საჭირო? ახლა მოვიდა დრო მესამე პოზიციისთვის, რომ გაიგონოს ეს მესიჯი, ხო? მესიჯი მისთვის ახლა, რაც უნდა გაიგონოს აქ მესამე პოზიცია. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ გამოსავალი ამ რთული მომენტებიდან. თქვენ არ ხართ მარტო, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს მეგობრებს, თქვენთვის ახლო ადამიანებს, ან მაგალითად პროფესიონალებს, ხო, გაჩნია ახლა ვის რა კონტექსტი აქვს, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ რაღაც პროფესიონალური გამოცდილება ამ საკითხში, რაც თქვენთვის აქტუალურია, ხო, ვისთვისაც ეს აქტუალურია, ეს რჩევა. ვისთვისაც არა, ოკეი, მეგობრები, ნაცნობები, ახლობლები შესაძლოა იყვნენ. მაგრამ თავი რჩევა არის, რომ აქ მესამე პოზიცია არ არის მარტო. და ამ სიტუაციაში ახლა იმყოფებით, თქვენვე შეგიძლიათ გამოხვიდეთ აქედან. ანუ
აქ არ არის ის მოცემულობა, როგორც სუბიექტურად წარმოუდგენია მესამე პოზიციას, რომ აი ხელფეხშეკრული ვარ. სინამდვილეში არ ახართ ხელფეხშეკრული, სინამდვილეში არის გამოსავალი. შესაძლოა ეს გამოსავალი იყოს ინფორმაციის სახით, სხვა ადამიანების სახით, მაგრამ თქვენ ეს შეგიძლიათ, თქვენ შეგიძლიათ, რომ აი ამ სიტუაციებიდან თავი დააღწიოთ და გადახვიდეთ საერთოდ ბევრად უფრო მაგარ მოვლენებში. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ დივანზე ჯდომით არ ხდება, ამ შემთხვევაში აქ არის რესურსი. აქ ძალიან ბევრი ხარჯი არის, ხო? ხარჯი რა გაგებით? ის რომ თქვენც უნდა იმოქმედოთ. ამისთვის რომ ამ რაღაც სიტუაციებიდან გამოხვიდეთ, მნიშვნელოვანია რომ მესამე პოზიციამ არ დაყაროს ფარხმალი და გაგრძელოს, იმოქმედოს, იბრძოლოს, ოპტიმისტურად იყოს განწყობილი, ჯეროდეს საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების, საკუთარი ცოდნის, არ გაჩერდეს, იმოძრაოს, წავიდეს წინ და რაც ამოვიდა, ახსოვდეს რომ ძლიერია, ხო? აი ეს არის აქ. ოკეი. ну, კიდევ რჩევა. არა, კაი. ესე. კიდევ ესეთი რჩევა ჩაგუშალეთ აქ, აი ეს რჩევა. აქ ვიღაც მამაკაცი ამოვიდა. ვიღაცასთან კიდევ ვიღაც სხვა ფიგურა შესაძლოა იყოს და არა მხოლოდ მამაკაცი, მაგრამ ვიღაც პიროვნება, ასე რომ ვთქვათ, უმრავლესობისთვის ეს იქნება კვერთხების მეფე მამაკაცი, რომელსაც ან მის ტირით, ან მის მიმართ ემოციები გაქვთ, რომელიც ვერ გამოავლინეთ, ვერ აჩვენეთ, ვერ უქენით ამ ემოციებს ერთი სიტყვით ვერაფერი, ხო, რადგანაც რაც მოხდა თქვენ შორის. ამიტომ აქ მნიშვნელოვანია, რომ რა გაუშვათ. მე ვიტყოდი არ გააგრძელოთ თქვენი გზა, ხო? არ ფოკუსირდეთ აი კონკრეტულად ვიღაც პიროვნებაზე, ვის მიმართაც რაღაც სევდას განიცდით, მელანქოლიას, ან წუხნელთ, რომ აი, ასე იყო და აცი აღარ იქნება და რაღაც ასეთი, ხო? აი აქ ასეთი ვითარება არის აქ ვიღაცასთან დაკავშირებით. არის რაღაც რაც უნდა იცოდეს კიდევ ვიღაცასთან დაკავშირებით მესამე პოზიცია. არის ის, რომ არ გამოვრიცხავ იმას, რომ ვიღაცა ეს პიროვნება თქვენთან კიდევ გამოჩნდეს, გამოვიდეს კონტაქტზე, მაგრამ ეს არის აქ თავარი მნიშვნელოვანი რაც არის. მნიშვნელოვანი და ესეთი ფოკუსი რაც უნდა გავაკეთოთ არის იმაზე, რომ ყურადღებით იყავით, არ იჩქაროთ, აი ამ ვიღაცასთან დაკავშირებით, ყურადღებით იყავით, გაიხედოთ წინ და იხემძღვანელოთ იმით თუ რა არის თქვენთვის უკეთესი. ხო? რა უფრო ბრძნული გადაწყვეტილება იქნება. მოусმინეთ თქვენს ინტუიციას, თქვენს გამოცდილებას და ეგრევე არ ჩახტეთ რაღაც გაურკვეველ ზღვაში თავით. აი ეს არის აქ. აქ ამოვიდა ვიღაცა, ალბათ ეს საჭირო იყო აქ რო გაჟღერებულიყო, ასე რომ ხო, გადახედით თქვენ თვითონ, ვინ როგორანაირად რა სიტუაციებში ხართ და როგორ ეხება ეს თქვენს მოცემულობას. და რჩევა. კაი, რჩევა კი არა და კიდევ მესიჯი უნდა მეკითხა. კიდევ რა მესიჯი აქვს მესამე პოზიციისთვის და აი მერე უკვე რაღაცა ხმაც დამეძაბა ისეთ და კიდევ რჩევა. მესიჯი. სიყვარული, აქ აბსოლუტურ სიყვარულზეა საუბარი, ხო? მე ვიტყოდი აქ უფრო მეტად სიყვარული საკუთარ თავის მიმართ პირველ რიგში, რომ არ გადავარდეთ რაღაც დამოკიდებულებებში და სცეთ საკუთარ თავს, ასე რომ ვთქვათ, დაედოთ საკუთარ თავს პატივი, რომ შეგიყვარდეთ საკუთარი თავი, შეგიყვარდეთ თუ ვინც ხართ, ხო? თქვენი სული მიიღეთ, თქვენი ვინაობა, შინაგანად გულისხმობ, მიიღეთ საკუთარი თავი თავის მინუსებით, პლუსებით, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ განვითარდეთ, მაგრამ ეს არის საჭირო იმისთვის, რომ ვიღაცებმა ჩვენი საზღვრები არ დაარღვიონ და არ მოგვახვიონ თავისი მიზნები თავს, თავისი ინტერესები თავს და
მაგალითად იგივე ურთიერთობაში ჩვენ არ ვიყოთ მსხვერპლის როლში, ხო? ის ძალიან მნიშვნელოვანი აქვს, რომ იხემძღვანელოთ სიყვარულით. პირველ რიგში საკუთარ თავის მიმართ. და როდესაც ჩვენ გვიყვარს საკუთარ თავი, რა თქმა უნდა, სხვაც გვიყვარს, ხო? მაგრამ როდესაც საკუთარი თავი არ გვიყვარს, რთულია შევქმნა ჯანსაღი ურთიერთობა, ხშირ შემთხვევაში შევდივართ ტოქსიკურ ურთიერთობებში, ამიტომ ამაზე გთხოვთ გამახვილეთ აქ ყურადღება, იმიტომ რომ თან ამოვიდა კიდეც ვიღაცა, ასე რომ ეს აშკარად ასია. რჩევა. Cancel, clear, delete. Use only positive words and thoughts. Is there rapidly manifesting into form. ხო, ნუ პირველი cancel, clear, delete ქვია ამ რჩევას. გაუქმე, გაასუფთავე და წაშალე. ხო? და გვეუბნებიან აქ, რომ გამოიყენე მხოლოდ დადებითი ფიქრები, დადებითი სიტყვები და ფრაზები, რადგანაც ეს ყოველივე, რასაც ფიქრობ და რაზეც ფიქრობ, ეგრევე მანიფესტირდება, ეგრევე იძენს მატერიალურ ფორმას. უშვებ ამ ყველაფერს სამყაროში და ეგრევე მატერიალიზდება. ამიტომ შეგიძლია ask the angels to cancel the effect of past negative thinking. და შეგიძლია მიმართო ანგელოზებს, რომ გაგიუქმონ წარსული ნეგატიური გამოცდილებების ფიქრის სტილი. ან ზოგადად შეგიძლია მიმართო ანგელოზებს, რომ ან ანგელოს კონკრეტულს, რომელიც დაგეხმარება იმაში, რომ აი შენი ნეგატიური ფიქრები გადაამისამართო პოზიტიური გზით. და ჩვენ შეგვიძლია ამის მართვა, რა თქმა უნდა, როდესაც მოვა მაგალითად ნეგატიური აზრი, ვეცადოთ, რომ გადავერთოთ პოზიტიურზე, ხო? და რა თქმა უნდა, აქ ახლა ვის რელიგიიდან რელიგიის მიუხედავად, ვისაც რა რელიგიის მიმდევარი, ვინც როგორი რელიგიის მიმდევარი ვართ, იმის მიხედვით ვიხემძღვანელოთ აქ, ხო? არ მინდა აქ ვინმეს მოვახვევ, მანდა მაინც ანგელოზები თავს, უბრალოდ ანგელოზების ისა კარტი და მაგითო ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ, გაიგეთ აქ რჩევა, ასე რომ ხო, ასეთი ინფორმაცია იყო აქ მესამე პოზიციისთვის, ვისაც მოგეწონათ გაშლა, აუცილებლად დალაიქეთ, დატოვეთ თქვენი კომენტარი, კითხულობ ყველა უკავშირებს და ძალიან მიხარია, რომ აქტიურობთ და კომენტარებთ, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოიწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ, რომ უფრო მეტად საინტერესო არხი შევქმნათ ერთად და მსურველებს გელოდებით თქვენ ბედის მატრიცის ინდივიდუალურ კონსულტაციაზე და ტარო სესიებზეც. ინფორმაცია მოცემულია ამ ვიდეოს ქვემოთ. წარმატებები ყველას და ბედნიერებას გისურვებთ.